მოგესალმებით. ევროკავშირის სტრუქტურები უკვე იმდენად ღრმად შევიდნენ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, იგივე deep state-ის პოლიტიკის გატარებასა და დანერგვაში, რომ ევროპულ იდენტობასთან, რელიგიასთან და ქრისტიანობასთან ბრძოლისთვის ახალი იარლიყიც კი მოიგონეს. ეს იარლიყია რელიგიური ექსტრემიზმი. სწორედ ამ იარლიყის საფარქვეშ და შესაბამისი ნარატივის გამოყენებით, როგორც ჩანს, ევროპულ იდენტობასთან და მთლიანობაში ტრადიციული ცხოვრების წესთან ბრძოლის შემდეგი ტალღა დაიწყება ევროპის ქვეყნებსა და ზოგადად პოლიტიკურ დასავლეთში. ევროკავშირი არის გლობალისტური და ნეოლიბერალური პოლიტიკური ორგანიზაცია, ზესახელმწიფოებრივი და ზეეროვნული სტრუქტურებით. ეს პოლიტიკური ორგანიზაცია თავისი არსითა და შინაარსით ეწინააღმდეგება ყველაფერ იმას, რასაც ტრადიციული ცხოვრების წესი, ოჯახის ინსტიტუტი, რელიგია და ქრისტიანობა და მთლიანობაში ევროპული იდენტობა ჰქვია. სწორედ ამიტომ ხდება, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა პრაქტიკულად არაფერს აკეთებს არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ, მის გამო გამოწვეულ დანაშაულის ზრდას პრაქტიკულად არც კი იმჩნევენ. ივნისის თვემ ჩაიარა და წამყვან ევროპულ ქვეყნებში LGBT მარშები ყველგან გამართეს იმის დემონსტრირებისთვის, რომ ტრადიციულ ღირებულებებთან ბრძოლა და საზოგადოების LGBT იდეოლოგიაზე გადაყვანა მათთვის სახელმწიფო პოლიტიკაა. ეს არის დაკვეთა, რომელიც deep state-ის, ანუ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, ანუ გლობალური ომის პარტიის მიერ არის შემოტანილი და ევროკრატები და ბრიუსელის ბიუროკრატია ყველაფერს გულმოდგინედ ასრულებენ. ხოლო ვინც არ ასრულებს, მათ დემონიზაციას ახდენენ და სანქციებსაც კი უწესებენ, მაგალითად უნგრეთს. პოლიტიკურ მხარესთან დაკავშირებით კიდევ უფრო აშკარაა თუ ვის უწოდებენ ისინი რელიგიურ ექსტრემისტულ ორგანიზაციებს. ანგარიშის თანახმად ამ ულტრამემარჯვენე იმპერიის ერთ-ერთი უდიდესი ძალაუფლების ცენტრია კონსერვატიული ანალიტიკური ცენტრი MCC ბრიუსელი, რომელიც 30-ჯერ არის ნახსენები და წარმოდგენილია როგორც უნგრეთის პრემიერის ორბანის მავნე გავლენის იდეოლოგიური ბასტიონი ბრიუსელში. Deep state-ის, ანუ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, ანუ გლობალური ომის პარტიისა და მისი მარიონეტების მიერ შექმნილი ახალი სტრატეგია რამდენადაც მარტივია, იმდენად რთული იქნება მასთან ბრძოლა ევროპის ქვეყნებისთვის. რელიგიური ექსტრემიზმის ან რელიგიური ექსტრემისტების იარლიყის გამოყენებით მათ ტრადიციული ცხოვრების წესის, ოჯახისა და შობადობის გაზრდის პოლიტიკა და ქრისტიანულ რელიგიაზე დაფუძნებული ცხოვრების წესის დემონიზაცია შეუძლიათ და როგორც ჩანს, ეს პროცესი დაწყებულია. ყველაფერი ძალიან პრიმიტიულად ხდება, თუმცა ეს ერთი შეხედვით. მაგალითად 26 ივნისს სექსუალური და რეპროდუქციული უფლებების ევროპის საპარლამენტო ფორუმმა წარმოადგინა ანგარიშის სახელწოდებით შემდეგი ტალღა, რომელიც მიზნად ისახავს ევროპაში ანტიგენდერული და ანტიფემინისტური რელიგიური აქტორების აღზევების გამოაშკარავებას. ანგარიშის მიხედვით ასეთი აქტორების მიზანია 10 წლეულების განმავლობაში ევროპაში მოპოვებული სექსუალური და რეპროდუქციული უფლებების დანგრევა. ანუ გამოდის, რომ თურმე ისინი, ვინც ოჯახისა და ქრისტიანულ რელიგიაზე დაფუძნებული ცხოვრების წესის დაცვას დაიწყებენ, ან აბორტების საწინააღმდეგო პოზიციებს დააფიქსირებენ, ექსტრემისტებად გამოაცხადებენ და მათი დემონიზაცია მოხდება. ყველაფერი კი იმისთვის, რომ თურმე ვიღაცების სექსუალური და რეპროდუქციული უფლებები ილახება. აქ რომ საუბარი გენდერულ პოლიტიკაზე, LGBT პროპაგანდასა და აბორტების პოპულარიზაციაზეა, ეს ყველასთვის ნათელია. გამოდის, რომ ქრისტიანულ რელიგიაზე დაფუძნებული და ქრისტიანული სწავლებით გამყარებული ცხოვრების წესის არსებობა და დაცვა ექსტრემიზმი ყოფილა. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ასეთი მონდომებით რომ ემუშავა ამ ეგრეთ წოდებულ ორგანიზაციას, ან კიდევ სხვა უფლებადამცველ ორგანიზაციებს ევროპის ქვეყნებში, არალეგალური მიგრაციის შედეგად გამოწვეული დანაშაული და დაზარალებულების რაოდენობა ბევრად უფრო ნაკლები იქნებოდა. მაგრამ ეს ბრიუსელის ბიუროკრატიისა და მათი არასამთავრობო ორგანიზაციების მიზანი არ არის. მიზანი ევროპულ იდენტობასთან ბრძოლა და გლობალისტურ ნეოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელებაა. სექსუალური და რეპროდუქციული უფლებების ევროპის საპარლამენტო ფორუმის ერთი საინტერესო მახასიათებელი ის არის, რომ ეს ორგანიზაცია ევროკომისიასთან ახლოს თანამშრომლობს, მაგრამ არ ფინანსდება ევროპიდან, არამედ ფინანსდება ამერიკიდან. მისი დამფინანსებლები არიან ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი, ასევე ჯორჯ სოროსის ღია საზოგადოების ფონდი. აქედან ამ ორგანიზაციის უკან არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, იგივე deep state-ის ინტერესები ნათლად ჩანს. რა თქმა უნდა, დღევანდელი რიგითი ნეოლიბერალი ნამდვილად არ დაიჯერებს იმას, რომ ევროკავშირში ან ევროპარლამენტში ვინმე ასე ღიად
და ოფიციალურად ცდილობს რელიგიური ღირებულებების დემონიზაციას და რელიგიური ორგანიზაციების ექსტრემისტებად წარმოჩენას. მეტიც, დღესაც ჯერ კიდევ ბევრს არ სჯერა, რომ მაგალითისთვის ბრიუსელი, ევროკომისია და ურსულა ფონ დერ ლაიენი ასევე ღიად უჭერენ მხარს წევრ ქვეყნებში LGBT პროპაგანდას და ცნობილი ფრაზა, რომ თურმე ბრიუსელი ან ევროკავშირი LGBT პრაიდების ჩატარებას არ ითხოვს, სრული სისულელე და თავის მოტყუება. გავიხსენოთ ისევ უნგრეთის მაგალითი, სადაც 28 ივნის პრაიდი მაინც ჩაატარეს იმის მიუხედავად, რომ ხელისუფლებას ამის გაკეთება არ სურდა. დაიწყო უზარმაზარი კამპანია, რომელსაც ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ჩაუდგა სათავეში და ასე ევროკავშირის ორგანიზებით ბუდაპეშტში მაინც ჩაატარეს პრაიდი. ეს და კიდევ ბევრი სხვა მაგალითი მხოლოდ ადასტურებს იმას, რომ დღეს ევროკავშირის დონეზე ბრძოლა არის გამოცხადებული ტრადიციული ღირებულებების, ქრისტიანული რელიგიისა და ევროპული იდენტობის წინააღმდეგ. ამ ბრძოლაში გამოიყენება არასამთავრობო ორგანიზაციები, ევროპული სტრუქტურები და ყველა ის ბერკეტი, რომელიც Deep State-ის, ანუ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, ანუ გლობალური ომის პარტიის ხელში არის მობილიზებული. როგორც ცდილობენ ევროკავშირში ტრადიციული ცხოვრების წესის დაცვა რელიგიურ ექსტრემიზმად აქციონ, ნახეთ გიორგი მდივანის სიუჟეტში. საუკუნეების განმავლობაში ევროპა ქრისტიანული ცივილიზაციის ეპიცენტრი იყო, მაგრამ უკვე მეორე 10 წლეულია არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა, იგივე გლობალური Deep State ქრისტიანობის წინააღმდეგ ჩუმომს აწარმოებს. ჯვრისტარების აკრძალვით დაწყებული ისტორიის გადაწერით დამთავრებული ევროკავშირი ქრისტიანული კვალის და ფასეულობების წაშლას ცდილობს ევროპული კონტინენტის ცნობიერებიდან. ამას მიზანმიმართულად და პერმანენტულად აკეთებს. მოსახლეობაში ქრისტიანთა უმრავლესობის მიუხედავად ევროპა მაინც მათ დისკრიმინაციას ეწევა. ეს არაერთმა ექსპერტმა და ელჩმა აღნიშნა, რომლებიც ვატიკანში მუშაობენ. ახლა ჩვენ ვხედავთ მიმდინარე და მზარდ დისკრიმინაციას ქრისტიანების წინააღმდეგ. ჩვენ არ ვიყენებთ ტერმინს დევნას, ამას ვუწოდებთ დისკრიმინაციას, რომლებიც ეხება ქრისტიანებს. ევროკავშირის ფსევდოლიბერალური დღის წესრიგი, რაც არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, იგივე Deep State-ის მიერ არის გაწერილი, თვისობრივად ანტიქრისტიანულია. ქრისტიანობის შევიწროების გამართლება სეკულარიზმის სახელით ხდება, მაგრამ დისკრიმინაციის შელამაზება ძალიან ძნელია. იმის მიუხედავად, რომ ამ პროცესში არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის ყველა ელემენტია ჩართული. მარიონეტული მთავრობები, მათ მიერ კონტროლირებადი მედია საშუალებები, ეგრეთ წოდებული არასამთავრობო ორგანიზაციები და ასე შემდეგ. დიდი ისტორიის მქონე ეკლესიები ევროპულ კონტინენტზე ხანდახან აბსოლუტურად უპატრონოდ და მიტოვებული გამოიყურება. ხანდახან საქმე იქამდეც მიდის, რომ ეკლესიებში ღამის კლუბების, ბარების და რესტორნების გახსნა ხდება. ევროკავშირის უზარმაზარი ბიუჯეტიდან ეკლესიების რესტავრაციისთვის და უწინდელი იერის დაბრუნებისთვის თანხის გამონახვა ძნელდება. მაგრამ ომების გასაგრძელებლად და მწვანე პოლიტიკისთვის ევრობიუროკრატია ბოლო კაპიკამდე ხარჯავს ყველაფერს, უყოყმანოდ. როგორაა ეს ყველაფერი თავსებადი? როგორ მივიდა ევროპა იქამდე, რომ საკუთარ სულიერ იდენტობაზე ამბობს უარს სხვადასხვა საბაბით. 26 ივნისს ევროპის საპარლამენტო ფორუმმა ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც გმობს ანტიგენდერული და ანტიფემინისტური რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობას ევროპაში. აღნიშნული რეპორტი ცალსახად პოლიტიკურად მოტივირებული ტექსტია. თითქოს ტერორისტულ საფრთხეზეა საუბარი. არადა რელიგიურ, კონკრეტულად კი ქრისტიანულ გაერთიანებებზეა მიტანილი იერიში, რაც ასე აღიზიანებს არაფორმალურ ოლიგარქიულ მმართველობას, იგივე Deep State-ს, ანუ გლობალური ომის პარტიას. ანგარიშში ვკითხულობთ. რელიგიური ექსტრემისტების, რადიკალი მემარჯვენე პოპულისტების და ოლიგარქიული სპონსორების ალიანსი რელიგიური ექსტრემიზმის გათეთრებას ცდილობს პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების და სახელმწიფო უწყებების მიერ. ბედის ირონია იმაში მდგომარეობს, რომ ამ მიკერძოებული ანგარიშის ავტორი, ევროპის საპარლამენტო ფორუმი, თვითონ ფინანსდება არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, იგივე Deep State-ის ფინანსური ინსტრუმენტების მიერ. იმის მიუხედავად, რომ ევროპის საპარლამენტო ფორუმი საკუთარ თავს ნეიტრალურ საპარლამენტო ფორუმად ასაღებს, ის ევროკომისიის ინტერესების დაცვით და პროპაგანდითაა დაკავებული აქტიურად და ყოველწლიურად 3 მილიონ ევროს იღებს კონტინენტის საზღვრებს გარედან. ევროპის საპარლამენტო ფორუმის ფინანსური დონორები არიან ბილ და მელინდა გეიტსის ფონდი, სოროსის ღია საზოგადოების ორგანიზაცია და მსგავსი ორგანიზაციები, რომელთა მთავარი მიზანი გლობალისტური დღის წესრიგის განმტკიცებაა მთელ მსოფლიოში და ყველა იმ ბარიერის მოსპობა, რაც მათ მიზნებს ეწინააღმდეგება. რეპორტის ავტორების განცხადებების მიუხედავად, ძნელია ამას კვლევა დაერქვას. ეს უფრო იდეოლოგიურ კამპანიას წააგავს, რაც განსხვავებული აზრის დელეგიტიმაციას და ევროპული კონტინენტის დექრისტიანიზაციას ისახავს მიზნად. ეს ანგარიში გერმანიის და პოლონეთის სამთავრობო კოალიციის ევროდეპუტატების მიერ იქნა მხარდაჭერილი, რაც ევროპული ფარისეულობის მორიგი უხეში გამოვლინებაა, რასაც
რასაც ასე მიგვაჩვია არაფორმალურმა ოლიგარქიულმა მმართველობამ, იგივე Deep State-მა. გერმანიაში და პოლონეთში კანონის უზენაესობა და დემოკრატიული ნორმები ფეხქვეშ ითელება. ოპოზიციური პარტიები იდევნებიან და ამ დროს მათი მმართველი პარტიების წარმომადგენლები ქრისტიანული ღირებულებების დამცველებს უტევენ და მათ ექსტრემისტებად გამოცხადებას ცდილობენ. რა შეიძლება ეწოდოს ამას? აგრესიული თვითლიკვიდაციის მცდელობა. როდესაც გარედან მართული ბრიუსელის ელიტა ცდილობს ის ხალხი დააავადოს და აკრძალოს, ვინც ჯერ კიდევ სახაზრზეა და ბებერი კონტინენტის გადარჩენას ცდილობს. ალბათ დაგაინტერესათ, ვინ არიან ეს რელიგიური ექსტრემისტები ევროკრატების აზრით. ის ხალხი, ვინც სიცოცხლის უფლებას იცავს, ტრადიციული ოჯახის უფლებებს, მშობლების უფლებებს, სიტყვის და სინდისის თავისუფლებას. მათ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა, იგივე Deep State და მისი მარიონეტები დემოკრატიის საფრთხედ აცხადებს. ანგარიში რამდენიმე თავია მიძღვნილი კათოლიკური ეკლესიის ანტიგენდერული ექსტრემიზმის გამოსავლენად. ასევე ნახსენებია ოჯახური ფასეულობების დამცველი ორგანიზაციები. Ordo Iuris პოლონეთში, Civitas Christiana ნიდერლანდებში და Human Life International, რომელიც ბევრ ქვეყანაში მოღვაწეობს. რა თქმა უნდა, ანგარიში მოხსენიებულია ვიქტორ ორბანი, ევროპარლამენტის კონსერვატიულ ძალთა გაერთიანება, ევროპის პატრიოტები და მრავალჯერაა ნახსენები ასევე ბრიუსელში არსებული think tank-ი, MCC Brussels. ეს ორგანიზაცია ერთ-ერთი უიშვიათესია, რომელიც ღიად საუბრობს ევროკავშირის ინსტიტუტებში არსებულ ლობიზმზე, კორუფციაზე და ანტიდემოკრატიულ მმართველობაზე. ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ ეგრეთ წოდებული რეპორტის ავტორებმა MCC Brussels-ზე მიიტანეს იერიში. მსგავსი კვლევებით გლობალური Deep State ქრისტიანობის, ევროპის უმთავრესი იდეოლოგიური კონსტრუქტის განადგურებას ცდილობს, რადგანაც სულიერებისგან დაცლილი საზოგადოება ბევრად მარტივად სამართავია. ბოლო 2 წლეულის განმავლობაში ჯურისტარების გამო სამსახურიდან გაგდების ძალიან ბევრი შემთხვევა დაფიქსირდა ევროპაში. 2013 წელს ნორვეგიულ ტელევიზიაში წამყვანს ჯურისტარება აუგზალეს. ჟურნალისტმა უარი განაცხადა ჯურის მოხსნაზე და ის სამსახურიდან გააგდეს. 2013 წელს შევიწროების ობიექტი გახდა ბრიტანული ავიახაზების თანამშრომელი ნადია ევეიდა, რომელსაც სამსახურში ჯურისტარების უფლება შეუზღუდეს. 2021 წელს ინგლისში ქროიდონის საუნივერსიტეტო საავადმყოფო სექტანი მერი ონუოჰა სამსახურიდან გაათავისუფლეს ყელზე ჯურისტარების გამო. It is clear from the evidence we იმ მტკიცებულებებიდან გამომდინარე, რაც ჩვენ წარვადგინეთ, ნათელია, რომ მერი არასამართლიანი მოპყრობის მსხვერპლი იყო სხვა რელიგიის წარმომადგენლებისგან განსხვავებით. ჩემი აზრით, ეს აშკარა დისკრიმინაციაა. მოგვიანებით სასამართლომ დაადგინა, რომ საავადმყოფო მერი ონუოჰა არასამართლიანად გაათავისუფლა სამსახურიდან და საავადმყოფოს ქმედება დისკრიმინაციად შეაფასა. ის, რომ ქრისტიანების რელიგიური გრძნობების შევიწროება ევროპაში დაუფარავად ხდება, შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი-დი ვენსმაც აღნიშნა მიუნხენის კონფერენციაზე. ყველაზე მეტი შეშფოთებით კი ჩვენს ძვირფას მეგობრებს გაერთიანებულ სამეფოს ვადევნებ თვალს, სადაც სინდისით ნაკარნახევმა კანონმდებლობის უკან დახევა მორწმუნე ბრიტანელთა უფლებები განსაკუთრებით შეზღუდა. 2 წლის წინ გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლებამ საშინელი ბრალი დასდო ადამ სმით კონორს, 51 წლის ფიზიოთერაპევტს, ვეტერანს, 50 მეტრის დაშორებით აბორტის კლინიკიდან დგომისა და ჩუმად ლოცვის მიზეზით. მას არავინ შეუწუხებია, არავის გასაუბრებია, უბრალოდ თავისთვის ლოცულობდა. დიდი ბრიტანეთის მოქალაქე 51 წლის ადამ სმით კონორი სასამართლომ დამნაშავეცნო იმის გამო, რომ ჩუმად ლოცულობდა კლინიკიდან 50 მეტრში, სადაც აბორტებს აკეთებდნენ. ბრიტანულმა სასამართლომ სმით კონორი გაამთხუნა და 9000 გირვანქა სტერლინგის გადახდა დააკისრა. გონებაში ლოცვა ბრიტანეთში უკვე დასჯადია, თუ თქვენ აბორტის კლინიკიდან 150 მეტრის რადიუსში დგეხართ. 2 წლის წინ ბრიტანელი კონსერვატორების მიერ კიდევ ერთი შოკის მონგრელი ვიდეო გავრცელდა ვირუსულად, სადაც ბრიტანული პოლიცია კლინიკასთან ახლოს მყოფ ახალგაზრდა ქალს გონებაში ლოცვის გამოაკავებს. თქვენ ლოცულობთ? შეიძლება ვლოცულობ მხოლოდ გონებაში. თქვენ დაპატიმრებული ხართ. ეს ყველაფერი არაა. ევროპულ სკოლებში სულ უფრო გავრცელებულ პრაქტიკად იქცა საშობაო დღესასწაულების ჩანაცვლება ზამთრის ფესტივალებით. ბავშვების იზოლირება, რომ მოახდინონ რელიგიური მოტივებისგან. ეს იმის პარალელურად დაიწყო, როდესაც ჩრდილოეთ ევროპული ქვეყნების ბაღებში ბავშვებს უსქესო, გენდერულად ნეიტრალურ თოჯინებს აჩვევდნენ. ასეთი გაუკუღმართებული ექსპერიმენტების ავტორებისგან უკვე არაფერი არ უნდა გაგვიკვირდეს, მაგრამ ისინი მაინც ახერხებენ ჩვენს გაკვირვებას. 2004 წელს, როდესაც ევროკავშირის კონსტიტუციას იღებდნენ, ევროკრატები სრული სერიოზულობით მსჯელობდნენ, უნდა ყოფილიყო თუ არა ევროპის მთავარი იურიდიულ დოკუმენტში სიტყვა ღმერთი. მაშინ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, იგივე Deep State-ის ევროპელმა მარიონეტებმა გადაწყვიტეს, რომ ევროკავშირის კონსტიტუციაში ღმერთის ადგილი არ იყო. ევროკავშირი მისთვის თავსმოხვეული კანონებით, ქრისტიანოფობიის წახალისებით, ევროპის სულ
სულიერი დაცემის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია. 2013 წელს ევროპაში მილანის ედიქტის 1300 წლის იუბილე აღნიშნეს. მილანის ედიქტის მიღება თავის დროზე უმნიშვნელოვანესი ისტორიული მომენტი იყო, რის შემდეგაც ქრისტიანობა ევროპის ოფიციალური რელიგია გახდა. მაგრამ თანამედროვე ევროკავშირი იმდენად დაშორდა საკუთარ ისტორიულ გამოცდილებას და იდენტობას, რომ ასეთი ღირსშესანიშნავი თარიღის მიუხედავად ადამიანებს თავისი რელიგიური მრწამსის გამო ავიწროვებენ. ჯურისტარების გამო სამსახურიდან ათავისუფლებენ. თავისუფლების სახელით ხანდახან ლოცვასაც კი უგზალავენ და მსგავსი შემთხვევები უკვე იმდენად ხშირად ხდება, რომ ამას ტენდენციის სახე აქვს. ანტიქრისტიანული სიშლეგე იქამდე მიდის, რომ ვიღაცეები ქრისტეს ჯვარცმის ამსახველი გამოსახულებების ამოღებას ითხოვენ სკოლის მოსწავლეებისთვის, რადგანაც მათი აზრით ეს ბავშვების ფსიქიკას აზიანებს თურმე. ლაუცი იტალიის წინააღმდეგ გახმაურებული საქმეა, სადაც იტალიის მოქალაქემ სახელმწიფოს უჩიულა ბავშვებისთვის ქრისტეს ჯვარცმის გამოსახულებების აკრძალვის მოთხოვნით. საჩივარმა იტალიური სასამართლოს რამდენიმე ინსტანცია გაიარა და საბოლოოდ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლომდე მიაღწია სტრასბურგში. როგორც იქ დაასკვნეს, ქრისტეს ჯვარცმის გამოსახულება ბავშვების უფლებებს არ არღვევს, მაგრამ ის ფაქტი, რომ ეს მარტივი ჭეშმარიტება რამდენიმე წლიანი განხილვის საგანი გახდა, უკვე ბევრ რაღაცაზე მეტყველებს. ამიტომაც აღარ უნდა გაგვიკვირდეს, თუ ჩვენი ერთ დღეს რაიმე მსგავს შეზღუდვას დააწესებენ. ქრისტიანები, როგორც ევროპაში, ისე მის საზღვრებს გარეთ, მუდმივი შევიწროების მსხვერპლნი არიან. საკუთარი ქრისტიანული რწმენის გამო ბევრი ადამიანი დისკრიმინაციას აწყდება. ხანდახან კი ბევრად უფრო ტრაგიკულად მთავრდება ყველაფერი და მორწმუნეები იღუპებიან. ასე იყო ჩრდილოეთ საფრანგეთში, როდესაც 2016 წელს ტერორისტებმა 84 წლის მღვდელი მოკლეს და 4 ადამიანი მძევლად აიყვანეს. 2020 წელს კი ფრანგულ ქალაქ ნიცაში მდებარე ერთ-ერთ ეკლესიაში ისლამისტმა ტერორისტებმა 3 ადამიანი მოკლეს. არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა, იგივე Deep State, ცდილობს ევროპას სულიერი შემადგენლისგან დაცალოს. ის აქტიურად აფინანსებს LGBT პროპაგანდას, ფემინიზმს, სხვა რელიგიებს, მაგრამ როდესაც საქმე ქრისტიანობას და ქრისტიანებს ეხება, მის მაქსიმალურ შევიწროებას ახდენს. ქრისტიანობა ევროპის ბოლო ბასტიონია, რაც არაფორმალურ ოლიგარქიულ მმართველობას, იგივე Deep States, ანუ გლობალური ომის პარტიას, მის სრულ დამორჩილებაში ხელს უშლის. სექსუალური და რეპროდუქციული უფლებების ევროპის საპარლამენტო ფორუმს ევროპიდან არ აფინანსებენ. ამაში გასაკვირი არაფერია. საქართველოშიც ასეა. პრაქტიკულად არც ერთი ის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ქვეყნის იდენტობას, ქრისტიანულ რელიგიასა და ტრადიციულ ღირებულებებს ებრძვის, არ ფინანსდება საქართველოდან. მათი ფინანსები სწორედ იმ არაფორმალურ ოლიგარქიულ მმართველობას, ანუ Deep States უკავშირდება, რომელიც ევროპაშიც ებრძვის ევროპულ იდენტობას და რომელმაც ევროპა ყოფილ ევროპად აქცია. მე იოანე შაეშმელაშვილი ვარ. კვირაში 4 ჯერ 21 საათსა და 15 წუთზე. უყურეთ ევროკრატიას.